ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა. ღონისძიება მიეძღვნა სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მიერ საბაჟო დეპარტამენტისათვის 13 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემას. მაღალტექნოლოგიური რენტგენო ინსპექტირების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს ტვირთების სწრაფ კონტროლს, რაც დაზოგავს ბიზნესის დროს და თანხებს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში უმასპინძლეთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს, რომელმაც გადმოგცა 13 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა, კერძოდ რენტგენო ინსპექტირების თანამედროვე სისტემა. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა შემოსავლების სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების საკითხში ეფექტური საქმიანობის. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი თანამშრომლობა საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტთან და ისინი მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს საბაჟო საზღვრები იყოს დაცული და ეს რა თქმა უნდა კარგია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის. განსაკუთრებით როცა საქმე ეხება იმას, რომ სტრატეგიული დანიშნულების ტვირთი არ მოხვდეს არასწორ ადგილას და ხელში, ასევე აღკვეთილი იქნეს არაკანონიერი ტვირთების მოძრაობა.